დღეს მე ვაპირებ შევისწავლო შინაური ცხოველების მაღაზიების ნაგვისურნები, რომ ნახო შევძლებ თუ არა ცოცხალი ცხოველების პოვნას მათში. რადგან ბოლო დროს ხედავ ბევრ ვირუსულ ვიდეოს, სადაც ადამიანები პოულობენ ცოცხალ ცხოველებს ნაგვისურნებში, მათ შორის ჰამსტერებს, თევზებს და თუნდაც ფრინველებს. და მინდა თავადაც გამოვცადო ეს, რომ გავიგო მართლა კრიან თუ არა შინაური ცხოველების მაღაზიები ცხოველებს ნაგავში და თუ ასეა, მინდა ვნახო რამდენის გადარჩენას შევძლებ. ძებნა დავიწყე თევზების მაღაზიის უკამდებარე ნაგვისურნებში, მაგრამ ამ ვიდეოში ასევე შევისწავლით რეპტილიების მაღაზიების და აზიური საკვების ბაზრების ნაგვისურნებსაც, სადაც ცოცხალ ცხოველებს ყიდიან და ვერასდროს დაიჯერებთ, რას ვიპოვეთ. მაგრამ იურიდიული მიზეზების გამო არც ერთი მაღაზიას არ დავასახელებ, სადაც მივდივართ და არავის ვადანაშაულებ ცოცხალი ცხოველების გადაკრაში. ეხლა როცა ეს გავარკვიეთ, მოდით პირველ ნაგვისურნას შევხედოთ და ვნახოთ რას ვიპოვით. ეს ისეთი საზიზღარია, მეგობრებო, აქ საშინლად ხარს. ფეხი მართლა სველი მაქვს ეხლა. ეს ძალიან უსიამოვნოა. მაშინვე შევამჩნიე აკვარიუმის აქსესუარების გროვა, ძველი თევზის საკვები და უამრავი ხუთი და როცა მათი უმეტესობა გადავათვალიერე, ერთ-ერთზე ეწერა, რომ შიგნით ცოცხალი თევზი იყო. ვნერვიულობ, მეგობრებო. თუ ამ ურნაში თევზები იქნება, ისინი ამ ყუთში იქნებიან. მოდი გავხსნათ და ვნახოთ. ოუ, შეხედეთ ამას. აქ იმდენი პაკეტია. როცა თევზის მაღაზიები თევზებს უკვეთავენ, ისინი ესეთ პაკეტებში მოდიან, მაგრამ ყველა საკმაოდ სარიელია. არ არსებობს. ჰოული, შეხედე ამას. არ მჯერა რომ ეს მართლა ხდება. ჩვენ უბრალოდ ვიპოვეთ თევზი ურნაში. ხედავ ამას? ეს სულაც არ დაგვიგვიანებია. არ მჯერა. ეხლა უკვე დავამტკიცეთ, რომ ეს მაღაზია ცოცხალ თევზებს მართლაც ხრის, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან ამ ვიდეოში ჩვენ კიდევ უამრავ სხვა ცხოველს ვიპოვით, მათ შორის კუებს, ბაყაყებს, უცნაურ ზღვის არსებებს, გველებს და კიდევ მომაკვდინებელ მწერებს. ასე რომ ნამდვილად მოგინდებათ, რომ ვიდეოს ბოლომდე უყუროთ, მაგრამ ეხლა გავაგრძელოთ ძიება. არ არსებობს. ამ ყუთში მეორე თევზიცაა. ეს ძალიან ცოცხალია. როგორ ხარ, პატარა? მოიცადე, ხედავ ამას? მგონი ამ თევზს თვალები არ აქვს. ეს სიგიჟეა. ალბათ ამიტომ გადააგდო მაღაზიამ. თუ გაინტერესებდათ, რატო აკეთებენ ამას მაღაზიები ზოგჯერ, როცა თევზები ავად არიან, დეფორმირებულები ან დააბრუნეს, უბრალოდ გადააგდებენ ხოლმე, რაც ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ამ ბიჭისთვის გარგვიმართლა, ზუსტად დროზე ვიპოვეთ. გავაგზელე ნაგვის კონტეინერში ძებნა და კიდევ ვიპოვე სხვადასხვა აკვარიუმის ნივთები, მაგრამ შემდეგ კიდევ ერთი თევზი ვიპოვე. აქვეა თევზის პარკი, ცოცხალია? მგონი კი, მოძრაობს. ეს სიგიჟეა. ეს პარკი უბრალოდ იდო იატაკზე. არ ვიცი რა სახეობის თევზია ეს. მოდი ამოვიყვანოთ პარკიდან. ეს თევზი ძალიან უცნაურად გამოიყურება. ღმერთო ჩემო. მგონი ამას დრაკონის გობი ქვია და ისინი პირდაპირ უცხო პლანეტელებს გვანან. ბევრჯერ დაგვიჭერია ადრე, მაგრამ არასდროს ნაგვის კონტეინერში. ეს უბრალოდ საოცარია. არა, აქ კიდევ ერთი ყუთი მაქვს და მძიმეა. შეიძლება თევზებით სავსეა. ღმერთო ჩემო. საქმე სერიოზულადაა. ამ ყუთში ძალიან ბევრი თევზია. უნდა ვიჩქაროთ, ბიჭებო. არ ვიცი ეს თევზები რამდენ ხანს იყვნენ აქ, მაგრამ უნდა გამოვიყვანოთ ისინი. მიდი დავიწყოთ ამ დიდით. ეს დიდი ბაიშუ ჩანს, ბიჭებო. ეს თევზები პირდაპირ ცოცხალ დინოზავრებს გვანან, მაგრამ ეს ეხლა გვერდულად ცურავს. კარგად არ გამოიყურება. ამიტომ უნდა გამოვიყვანოთ ამ პაკეტიდან. სინამდვილეში ეს ბადე ნაგვის ურნაში ვიპოვე, ასე რომ გამოვიყენებთ და მასში ჩაუშვებთ. მოდი აქ ძმაო, აი ისიც. ვაუ, ნახეთ რა ლამაზია ეს თევზი, ბიჭებო. მიდიხარ შენს ნაგვის ურნის მეგობრებთან ერთად. ჰელენ, ამ პაკეტში ბევრი თევზია. შეხედე ამას. მგონი ესენი ან პლატები არიან, ან მოლები, მაგრამ აქ ძალიან ბევრია. და ხედავ იმ ყველაფერს, რაც წყალში ცურავს. ეგ არის განავალი. ამ ბიჭებს აშკარა დიდი ხანია აქ არიან. მოდი გამოვიყვანოთ ისინი აქედან და სუფთა წყალში გადავუშვოთ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ, რადგან ამ ყუთში კიდევ რამდენიმე პაკეტია. არ არსებობს, შეხედე ამას. აქ პატარა აქსოლოტლია? არ მოძრაობს. ცოცხალი ხარ, მეგობარო? აი გაინძრა. ცოცხალია, ღმერთს მადლობა. ერთი წამით შემეშინდა, მაგრამ ჯერ კიდევ მოძრაობს. არ მესმის, როგორ შეუძლია ვინმეს ცოცხალი ცხოველი გადააგდოს, მით უმეტეს აქსოლოტლი. შეხედე რა საყვარელია, სულ პატარაა. არ ინერვიულო, მეგობარო, გადაგარჩინეთ. და ახლა მეგობრებო, მხოლოდ ერთი ჩანთა დაგვრჩა ყუთში. მოდით ვნახოთ რა არის შიგნით. მგონი ვიცი რა არის ეს, მეგობრებო. ეს პატარა ჩინურ ჰაიფენ ზვიგენს გავს. მათ ზვიგენებს ეძახიან, რადგან სხეულზე დიდი ზურგის ფარფლი აქვთ და ჩანს რომ მოძრაობს, რაც ძალიან კარგი ნიშანია. ყველა თევზი, რომელიც ამ ყუთში ვიპოვეთ, ცოცხალი იყო. თუმცა შეიძლება კიდევ იყოს რაღაცები ნაგვის კონტეინერში, ასე რომ უნდა გავაგრძელოთ ძებნა. ისევ შევედი კონტეინერში და მაშინვე ვიპოვე კიდევ ერთი ყუთი სავსე თევზებით. არ მჯერა, კიდევ თევზებია აქ. შეხედეთ ამას, მეგობრებო. ამ ჩანთაში წყალი ლურჯია. ალბათ ეს ნიშნავს, რომ ეს თევზები ავად არიან. თუმცა ჩანს, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, ასე რომ ვეცდებით გადავარჩინოთ ისინი. ესენი მგონი თოკის თევზებია. ისინი ოდნავ გველთევზას გვანან, მაგრამ ძალიან მაგარია. ვნახოთ კიდევ რა არის აქ. ეს დიდი თევზია. მგონი ეს რაფაელის ლოქოა, მეგობრებო.
და ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეგზემპლარია, რაც კი ოდესმე მინახავს. მაგრამ ჩანს, რომ ფარფლები ოდნავ დაზიანებული აქვს. ალბათ ამიტომაც გადააგდეს, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალია. ასე რომ ეს კარგი ნიშანია. კიდევ ერთი ჩანთა გვაქვს აქ. ვნახოთ რა არის შიგნით. ღმერთო, შეხედეთ. აქ არის რამდენიმე ალბინოსი ოსკარი. ძალიან მიყვარს ოსკარები, მეგობრებო. ისინი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თევზია და ჩანს, რომ აქ სამია. ყველა ჯერ კიდევ ცოცხალია. ეხლა ყველა ამ თევზს ვათავსებთ ვედროში. არ მჯერა ამის. ამ ნაგვის კონტეინერში პირდაპირ იმდენი თევზი იყო, არ არსებობს. აქ ტელეფონი ვიპოვე და მასზე Fishing Clash-ია ჩართული, უბრალოდ ხუმრობ. სინამდვილეში ეს ჩემი ტელეფონია, მაგრამ Fishing Clash არის დღევანდელი ვიდეოს სპონსორი. ამ თამაში შეგიძლიათ იმოგზაუროთ მსოფლიოს გარშემო და ითევზაოთ ყველაზე მაგარ ადგილებში პირდაპირ თქვენი ტელეფონიდან. ამ თამაშს დიდი ხანი ამთამაშობდა, ცოტა ხნის წინ მათ დაამატეს ნავები, რაც გაძლევს საშუალებას კიდევ უფრო მეტი თევზაობის ადგილი გამოიკვლიოთ. ასევე არის სრულიად ახალი PvP რეჟიმი, სახელად Arena, სადაც თქვენ და თქვენი კლანის წევრები ერთად შეგიძლიათ იბრძოლოთ ლიდერბორდზე ასასვლელად. და რაც შეეხება კლანებს, იჩქარეთ და ჩამოტვირთეთ თამაში, რომ შემოუერთდეთ ჩემს კლანს, BFP Nations, რათა ერთად ვითამაშოთ. წავედით. მოდი გადავაგდოთ ანკესი. აი აქვე ულით ალიგატორს. თევზი დავიჯირეთ. ვაუ, პირანია დავიჯირეთ. რა მაგარია. თუ თქვენს ჩემს ავითხართ და ერთი დღეც ვერ ძლებს თევზაობის გარეშე, შემომიერთდით მე და 50 მილიონზე მეტ ადამიანს და ჩამოტვირთეთ Fishing Clash დღესვე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩემი ბმული აღწერაში ან დაასკანეროთ ეკრანზე მოცემული QR კოდი და აუცილებლად გამოიყენეთ ჩემი კოდი Bass Fishing Productions, რომ მიიღოთ $20 ჯილდო და უნიკალური ავატარი უფასოდ. მადლობა Fishing Clash, რომ დააფინანსეთ დღევანდელი ვიდეო. ეხლა გავაგრძელოთ ნაგვის კონტეინერის შესწავლა. ეს რა არის? იქ ვირთხა. ვაუ, ნახეთ ეგ? ხო, იცით რა? აი ამიტომ მიპოვე აქ ადრე განავალი. შვენიერია, ეს ყველაფერს ბევრად უფრო საშიშს ხდის. თუმცა ეს არ შეგვაჩერებს, რომ თევზები გადავარჩინოთ. ეხლა ბევრად უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაც უფრო ღრმად შევდიოდი ნაგვის კონტეინერში, კიდევ ერთ ხუთს გადავაცდი, რომელიც თევზებით იყო სავსე. ოღონდ ამაში ბევრად მეტი იყო. ნახეთ ეს, მეგობრებო. ამ ოლში იმდენი პარკია თევზებით და ყველა ჯერ კიდევ ცოცხალია. მოდით ამ პარკით დავიწყოთ. ეს რაღაცა გარის ტიპს გავს, მაგრამ არ ვიცი ზუსტად. რაც არ უნდა იყოს, ძალიან გამხდარია და კარგად არ გამოიყურება. მაგრამ არ ინერვიულოთ. ამ ვიდეოში ყველა ამ თევზს წამალს მივცემთ. იმედია გადარჩება. ესენი რა არის? მგონი ესენი glowfish-ებია, მეგობრებო. რა მაგარია. როგორც ხედავთ, ეს თევზები პირდაპირ ანათებენ. გვაქვს ნარინჯისფერი, მწვანე, ვარდისფერი. ძალიან ფერადები არიან. შეხედეთ ამას, მეგობრებო, მოიცადეთ. ამ თევზს თვალი არ აქვს. ალბათ ამიტომ გადააგდეს. ეს თევზები ძალიან გამხდრები არიან და ერთს საერთოდ თვალი არ აქვს, მაგრამ მაინც ცოცხლები არიან. მოდი ჩავასხათ ვედროში. შემდეგ პაკეტში რაღაც დიდი დევს. შეხედეთ ამას, მეგობრებო, მოიცადეთ. მგონი ვიცი ეს რა არის. ეს აქ არის გუპერის კატფიში. ალბათ ყველაზე მაგარი თევზია, რაც აქამდე გვიპოვია და საკმაოდ იშვიათია. ეს თევზები ცნობილები არიან იმით, რომ შეუძლიათ საკუთარი სხეულის სიგრძეზე ორჯერ უფრო გრძელი რამ შეჭამონ. ესე რომ ეს ნამდვილი მონსტრია და ძალიან მიხარია, რომ ნაგვის კონტეინერიდან გამოვიყვანეთ. თუმცა რადგან ძალიან აგრესიულია, ცალკე ვედროში ჩავასვამთ. შეხედეთ ამას. ნახეთ, აქ პატარა წითელკუდა კატფიშები გვყავს. თუ არ იცოდით, ესენი ჩემი საყვარელი თევზებია, მაგრამ ესეთი პატარა არასდროს მინახავს. ძალიან საყვარლები არიან. ჯერჯერობით ამ 5-დან ძალიან ბევრი თევზი გადავარჩინეთ, მაგრამ ეხლა მხოლოდ 2 პაკეტი დარჩა. მოდი ვნახოთ კიდევ რა გვაქვს აქ. ვაუ, შეხედეთ ამას, ეს უზარმაზარი მდინარის კიბოა. არ მგონია ოლდესმე ესეთი დიდი მინახოს, მართლა უზარმაზარია. მაგრამ როგორც ხედავთ, დიდად არ მოძრაობს. კარგად არ გამოიყურება, ასე რომ სუფთა წყალში გადავიყვანთ და იმედია ეს დაეხმარება. ეხლა კი ჩანს, რომ მხოლოდ 1 პაკეტი დაბჭა და წარმოდგენა არ მაქვს რა არის შიგნით. შეხედეთ, რა პატარა თევზები არიან და გამჭვირვალეები არიან. თავდაპირველად თითქმის ვერ შევამჩნიე ისინი, მაგრამ ახლა რომ დავაკვირდი, მგონია რომ ესენი მინის კატაფიშებია. და თუ ამ ფანარს ავიღებ და მათ უკან მივანათებ, ისინი პირდაპირ ცის სარტყელასავით გაანათებენ. ეს უბრალოდ საოცარია, მეგობრებო. ეს თევზები ძალიან მაგრები არიან და მართლა მიხარია, რომ გადავარჩინეთ ისინი. ამ ეტაპზე ნაგვის კონტეინერში იმდენი თევზი ვიპოვეთ და როცა ძებნა გავაგრძელეთ, კიდევ ვიპოვე, მაგრამ სამწუხაროდ ისინი ცოცხლები აღარ იყვნენ. ამ ყუთში კიდევ ბევრად მეტი თევზია, მეგობრებო, მაგრამ როგორც ჩანს, ისინი ყველა მკვდარია. მათთვის ცოტა გვიან მივედით. უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ნაგვის კონტეინერი მხოლოდ პირველი იყო მრავალთაგან. ამიტომ გადავწყვიტე სხვა ნაგვის კონტეინერთან გადავსულიყავი თევზების მაღაზიის უგაზიის უკან, რომ მენახა იქაც თუ კრიდნენ ცოცხალ თევზებს. ზუსტად როგორც პირველი კონტეინერი, ესეც სავსე იყო აკვარიუმის აქსესუარებით. და არ მოგატყუებთ, თითქმის ყველაფერს ვიღებდი. მაგრამ შემდეგ მივაგენი საიდუმლო ყუთს, რომელზეც ისევე წერა, რომ შიგნით ცოცხალი თევზები იყო. ეს ყუთი მართლა ძალიან მძიმეა, მეგობრებო, და შიგნით წყლის ხმა მესმის. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ შიგნით თევზებია. მოდი გავხსნათ. ღმერთო ჩემო, ჰელენ, შეხედე ამას. ჩვენ ნამდვილი განძი ვიპოვეთ. აქ ძალიან ბევრი თევზია. ეხლა ერთი რამ ჯერ კიდევ არ მეთქვამს თქვენთვის. ეს მაღაზია იშვიათ თევზებზე სპეციალიზდება. ასე რომ ვინ იცის ამ პაკეტებში რას ვიპოვით? ვერ დავიჯერეთ.
ჰელენ, ეს ალბინოსი აროვანა. ეს შენი საყვარელი თევზია. ეს თევზები სინამდვილეში საკმაოდ ძვირია, ასე რომ არ ვიცი რატომ გადაყარეს. შეიძლება ავადა, არ ვიცი. მოდი აქ მეგობარო, ჩვენ გადაგარჩენთ. ვაუ, შეხედე რა პატარაა. ეს ყველაზე პატარა ალბინოსი აროვანაა, რაც კი ოდესმე მინახავს. ჩავამატე ის ვედროში და გავაგზელე ძებნა. თევზები სულ უფრო და უფრო უცნაური ხდებოდნენ. ეს დიდი თევზია მეგობრებო, მოიცადეთ. ეს ხომ ზუთხია, არ არსებობს. ჩვენ უბრალოდ ვიპოვეთ ზუთხი ნაგვის კონტეინერში და როგორც ჩანს, ისიც ალბინოსია. ესეთი რამ არასდროს მინახავს. მაგრამ საერთოდ არ გამოიყურება კარგად მეგობრებო. შეხედეთ რა გამხდარია. ღმერთო ჩემო, ძალიან მწუხვარ მეგობარო. ის საუკეთესო მდგომარეობაში არ არის, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალია. ასე რომ ეს არაფერზე უკეთესია. ეს ყველაზე მაგარი თევზია, რაც აქამდე გვიპოვია, მაგრამ უთში კიდევ თევზებია. ასე რომ გავაგრძელოთ. შეხედეთ ამას. მგონი კიდევ ერთი მდინარის კიბო გვაქვს აქ, მაგრამ ეს ძალიან ფერადია. ესეთი არასდროს მინახავს. ის ერთდროულად წითელია, ლურჯი და ნარინჯისფერი. მგონი აქ მდინარის კიბოებიც კი იშვიათია. ეს ძალიან მაგარია. შეხედეთ რა ლამაზია. თუ იცით რა სახეობის მდინარის კიბოა ეს, კომენტარი დაწერეთ ქვემოთ. კიდევ ერთი დიდი თევზი გვაქვს აქ. ეს რაღაც ფუგას გავს. რას საყვარელია, ღმერთო ჩემო. მგონი ამას ფაჯაკა ფუგა ქვია და ესენი საკმაოდ აგრესიულები არიან, ასე რომ ცალკე ვედროში უნდა ჩავდოთ. შეხედეთ რა ბასრი კბილები აქვს. თუ ის სხვა თევზს უკბენს, კარგი არ იქნება. უკვე ამ ყუთში ძალიან ბევრი იშვიათი თევზი ვიპოვეთ, მაგრამ შემდეგ რაც ვიპოვეთ, ყველაზე იშვიათი იყო. არ არსებობს. ეს ის არის, რაც მგონია. ბიჭებო, აქ პატარა ფანტომური წითელკუდა გვყავს. თუ გახსოვთ ვიდეოს დასაწყისში პატარა წითელკუდები ვიპოვეთ, მაგრამ ეს ფანტომური წითელკუდაა და ისინი ბევრად უფრო იშვიათები და ძვირადღირებულები არიან. ის ძალიან გამხდარია, რაც მაფიქრებინებს, რომ ავადაა. ჩვეულებრივ, როცა მაღაზიები მთელ პარტიას ყრიან, ეს ნიშნავს, რომ ყველა თევზი ავადაა, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ასე რომ ყველაფერს ვეცდებით თვით, რომ გადავარჩინოთ ისინი. ეს იყო ამ ყუთიდან ყველა თევზი. მოდით ისევ კონტეინერში შევიდეთ და ვნახოთ, კიდევ რამეს ვიპოვით თუ არა. ნახეთ ეს ბიჭებო, აქ თევზების პარკია. და შიგნით ბევრი პატარა აროვანაა. და ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ბიჭებო. ეს ნამდვილი სასწაულია. ეს პარკი პირდაპირ იატაკზე ეგდო. შიგნით კი 3 პატარა აროვანაა. ნახეთ რა სიბინძურია ბიჭებო, ყველგან ნაგავია. რას ველოდი? ეს ხომ კონტეინერია. მაგრამ მგონი კიდევ ერთ პარკს ხედავ აქ. ეს რა არის? ეს პატარა ვეფხვისფერ ნიჭაფსვირა კატათევზს გავს. და ის სულ გაგიჟებულია, ნახეთ ეს. მაგრამ მის პარკში იმდენი განავალია. ეს ძალიან საზიზღარია. ალბათ აქ დიდი ხანია. მოდით ამოვიყვანოთ ის პარკიდან და ეს პატარა რა აროვანებიც ამოვიყვანოთ პარკიდან და ჩავასხათ ვედროში. ისევ შევედი კონტეინერში და კიდევ ბევრი ყუთის გადამოწმების შემდეგ ეს მოხდა. ეს ყუთი ძალიან მძიმეა ბიჭებო. და შიგნით წყლის ხმა მესმის. შეიძლება აქ ბევრი თევზი იყოს. ღმერთო ჩემო, ნახეთ ეს ბიჭებო, აქ იმდენი თევზია და ყველა ძალიან დიდია. უნდა ვიჩქაროთ, მათ დრო ეწურებათ. ამ თევზებს ჟანგბადი უმთავრდება. ეს რა ჯანდაბაა? ღმერთო ჩემო, ხედავთ ამას? აქ პატარა კამბალებია. ცოცხლები არიან? არ ვხედავ რომ მოძრაობენ. აი ახლა მოძრაობენ, ცოცხლები არიან. ნახეთ ეს თევზები ბიჭებო, ისინი პირდაპირ უცხო პლანეტელებს გვანან. ნახეთ მათი თვალები თავზე და პატარა პირი. ეს ძალიან უცნაურად გამოიყურება. არ ველოდი რომ დღეს ამ კონტეინერში ასეთებს ვიპოვიდი, მაგრამ ვიპოვეთ. მოდით ჩავასხათ ისინი ვედროში და გავაგრძელოთ. კიდევ ერთი დიდი თევზი გვაქვს აქ. მოიცადეთ ერთი წუთით. მგონი ეს პატარა ველსის კატათევზია. არ არსებობს. ეს კატაფიშების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახეობაა მსოფლიოში და ერთ-ერთი იმ 7-დან, რომლებიც ადამიანებს ჭამენ. ისინი იმდენად დიდები იზრდებიან, რომ ადამიანების ჭამაც შეუძლიათ. ეს უბრალოდ სიგიჟეა, მაგრამ ახლა ის უბრალოდ ჯერ კიდევ პატარაა. ღმერთო ჩემო, რა საყვარელია. მოიცადეთ ერთი წუთით. ეს ალბინოსი ხომ არ არის? მოიცადეთ მეგობრებო, ყველაფერი კიდევ უფრო გაგიჟდა. მგონი ეს კიდევ ერთი ველსის ლოქოა, მაგრამ ეს ალბინოსია. ეს ძალიან მაგარია, მაგრამ ეს პატარა კარგად არ გამოიყურება. არა, მგონი ჟანგბადი ეწურება მეგობრებო. პაკეტი ძალიან დაცლილია და როგორც ჩანს, დიდხანს ვეღარ გაძლებს. ასე რომ უნდა ვიჩქაროთ და გამოვიყვანოთ აქედან. საწყალი. შეხედეთ ამას მეგობრებო. აქ ჩანს რომ ამონიისგან დამთრობა აქვს. ალბათ იმიტომ დაემართა რომ ამ პაკეტში დიდხანს იყო, მაგრამ საბედნიეროდ გამოვიყვანეთ და სუფთა წყალში გადავიყვანთ. იმედია ეს დაეხმარება. ეხლა როცა მეგონა რომ უკვე აღარაფერი გაგვაკვირვებდა, კიდევ უფრო გაგიჟდა სიტუაცია. როგორც ჩანს, აქ კიდევ 2 პაკეტია და უკვე ხვდები რა არის შიგნით. ეს არის დიდი გუნჯის ლოქო. ესეც ადამიანი ჭამია. ესენი შეიძლება პირდაპირ 13 ფუტამდე გაიზარდონ და კბილების რიგები აქვთ ზუსტად როგორც ზვიგენს. ასე რომ ეს მართლაც საოცარი აღმოჩენაა. მაგრამ აქვე კიდევ ერთი ფანტომური წითელკუდა ლოქო გვაქვს და ეს ბევრად დიდია. ნახეთ რა საოცარია, ეს 2 მართლაც მაგარი კატფიშია ბიჭებო, ვერ ვიჯერებ. ამ ნაგვის კონტეინერში ძალიან ბევრი იშვიათი თევზი იყო. კარგი ამბავი ისაა, რომ ყველა ჯერ კიდევ ცოცხალია. ეხლა კი შემდეგზე გადავდივართ, თუმცა ეს ცოტა განსხვავებულია.
და ეს იმიტომ, რომ ეს ნაგვის კონტეინერები თევზების მაღაზიის უკან დგას, რომელიც მარილიანი წყლის თევზებს ყიდის. როგორც იცით, ამ არხზე ძირითადად მტკნარი წყლის თევზებზე ვამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარილიანი წყლის თევზებს გადარჩენა არ ჭირდებათ. მაშასე პირველი კონტეინერის დათვალიერება დავიწყე და ვერაფერი ვიპოვე, მაგრამ როცა მეორე გავხსენი, მაშინვე შევნიშნე თევზებით სავსე ყუთი. ნახეთ, ამ ყუთზე თევზის სტიკერია, ასე რომ შეიძლება შიგნით თევზები იყოს. ამ კონტეინერს საშინელი სუნი აქვს. ეს ყველაზე უარესია აქამდე. არ ვიცი რატომ ყარს ასე ძალიან. მგონი გაფუჭებული თევზის საკვებია, მაგრამ აი ყუთი ამოვიღე. ძალიან მძიმე არ არის. მოდი წყლის ტესტი ჩავატარაროთ. მართლა წყალია შიგნით, გესმით? კარგი, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ შიგნით თევზებია. წავედით. 3, 2, 1. ღმერთო ჩემო, შიგნით თევზებია, ბიჭებო. და ბევრი პაკეტიცა. უნდა ვიჩქაროთ. დავიწყოთ ამ ბიჭებით. შეხედეთ ამას. ნახეთ ბიჭებო, ორი პატარა თევზი კლოუნი გვყავს. პირველი მარილიანი წყლის თევზი ვიდეოში და ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ეს ძალიან კარგი ნიშანია, ეს ბიჭები საყვარლები არიან. ასეთი პატარა თევზი კლოუნი არასდროს მინახავს, მაგრამ ეს საოცარია. ჩავასხამთ მათ ვედროში. აქ კიდევ ბევრად მეტი თევზია, ასე რომ უნდა ვიჩქაროთ. ვნახოთ კიდევ რა გვაქვს აქ. შეხედეთ ამას. ამ პაკეტში პატარა კრევეტი გვყავს. დაწერეთ კომენტარებში თუ იცით რა სახეობაა ეს, მაგრამ ძალიან ლამაზია. როგორც ჩანს, ამ ყუთში კიდევ რამდენიმე პაკეტია. ეს სიგიჟეა, რომ ნაგვის ურნაში მარილიანი წყლის არსებები ვიპოვეთ. მართლა არ იცი რას იპოვი. ღმერთო ჩემო, შეხედეთ ამ თევზს მეგობრებო, რა ლამაზია. იისფერი და ყვითელია, მაგრამ კარგად არ გამოიყურება. ეხლა ჰაერს ხარბად ისუნთქავს. არა. თუ დააკვირდებით, მას სინამდვილეში თეთრი ლაქების პარაზიტი აქვს. ხედავთ ამ პატარა თეთრ წერტილებს? ეს ცუდია მეგობრებო, ეს ნამდვილი პარაზიტია. ალბათ ამიტომ გადააგდეს ის. ამან დამაფიქრა, რომ ამ სხვა თევზებსაც ალბათ იქი აქვთ. ასე რომ ეს ცუდია. კარგი მეგობრებო, ბოლო პაკეტია აქ და არ ვიცი რა არის ეს. ღმერთო ჩემო, ეს რაღაც ფუგასავითაა. არა, შეხედეთ ამას. მასაც იქი აქვს. არ ვიცი რა სახის თევზია ეს, მაგრამ ძალიან მაგრად გამოიყურება. თუ თქვენ იცით, კომენტარი დაწელეთ ქვემოთ. მაგრამ არ ინერვიულოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ თევზებს პარაზიტები აქვთ, მე მათ წამალს მივცემ და იმედი მაქვს სრულად გამოჯამრთელდებიან. მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ ნაგვის ურნიდან გამოვიყვანეთ. ეს პირველი ნაბიჯია. ცოტა კიდევ რომ ვეძებე, კიდევ ერთ ხუთს წავაწყდი, რომელიც კიდევ უფრო უცნაური ზღვის არსებებით იყო სავსე. აქ კიდევ თევზებია. ეს რა ჯანდაბაა? მგონია გველთევზა გვყავს. ეს სიგიჟეა. არ ვიცი რა სახეობის გველთევზაა ეს. მგონი შეიძლება მურენა იყოს. ამას როგორც ჩანს იქ არ აქვს, ამიტომ მას სხვა თევზებთან ერთ ვედროში არ ჩავდებ. ასე არ დავაინფიცირებთ და არ ავადდება. მაგრამ ეს ძალიან მაგარია. ნაგვის ურნაში გველთევზა ვიპოვეთ. ეს რა ჯანდაბაა? არა. მგონი ეს ზღვის ზღარბია. არ ვიცი ცოცხალია თუ არა, მაგრამ ესენი ძალიან შხამიანები არიან. თუ ერთმა გიგბინა, კარგი არაფერი იქნება. ასე რომ ცოტა ფრთხილად ვიქნები და ხელით არ შევეხები. მაგრამ იცი რა? მგონი მაინც უნდა შევეხო, რადგან არ ვიცი ცოცხალია თუ არა. ღმერთო. აუ. კარგი, მეთკინა. მოძრაობს? მგონი არ არის ცოცხალი ბიჭებო. მოიცადეთ. თუ კარგად დააკვირდები, მის პატარა ეკლებს აქ მოძრაობენ. ცოცხალია. კარგი, ჩავასხამთ წყლით სავსე ვედროში. ეს საოცარია, ზღვის ზღარბი ვიპოვეთ. ბიჭებო, ამ ყუთში კიდევ ერთი პარკი გვაქვს და ვიცი რა არის შიგნით. ეს ძალიან მაგარია ბიჭებო. ვიპოვეთ ზღვის ვარსკვლავი, მაგრამ ჩვეულებრივ ზღვის ვარსკვლავს არ გავს. ასეთი არასდროს მინახავს. ნამდვილად ცოცხალია, მოძრაობს. ეს კარგი ნიშანია. რა უცნაურად გამოიყურება. ძალიან ცოცხალია, შეხედეთ ამას. ასე სწრაფად მოძრავი ზღვის ვარსკვლავი არასდროს მინახავს. ოდნავ 8 ფეხას გავს. ამის შემდეგ ნაგვის კონტეინერში ძებნა გავაგრძელე და მეტი თევზი აღარ ვიპოვე, რაც ნიშნავს, რომ ყველა გადავარჩინეთ. მაგრამ როგორც ამ ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, ასევე ვაპირებთ შევისწავლოთ რეპტილიების მაღაზიის და აზიური საკვების ბაზრის ნაგვის კონტეინერები. ასე რომ გადავიდეთ შემდეგზე, ნახოთ რას ვიპოვით. შემდეგი ნაგვის კონტეინერი რეპტილიების მაღაზიის უკანაა და სავსეა ნაგვით. ამიტომ ცხოველების პოვნა ბევრად უფრო რთული იქნება. მაგრამ ბევრი ძებნის შემდეგ ეს მოხდა. ეს აქ არის ცხოველის ყუთი და შიგნით რაღაცის მოძრაობის ხმა მესმის. მოდით გავხსნათ და ვნახოთ რა არის შიგნით. ნერვიულობ. ვაუ, შეხედეთ ამას. არ არსებობს. შიგნით ხვლიკია ბიჭებო, არ მჯერა. ჩვენ სინამდვილეში რაღაც ვიპოვეთ ამ ნაგვის კონტეინერში და ის ჯერ კიდევ ცოცხალია ბიჭებო. მგონი ამას ლეოპარდ გეკო ქვია. სინამდვილეში როცა პატარა ვიყავი, მეც მყავდა ესეთი ცხოველები შინაურებად და ისინი მართლაც ძალიან მაგარი არსებები არიან. არ ვიცი რატომ გადააგდებდნენ მათ. მთავარია რომ ვიპოვეთ და გადავარჩინეთ. მაგრამ იცით ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ აქ შეიძლება კიდევ იყვნენ. ასე რომ გავაგზავნებთ ძიებას და ვნახავთ კიდევ რას ვიპოვით. ღმერთო. მგონი კიდევ ერთი ვილთხა დავინახე. ეს ისეთი საზიზღარია ბიჭებო, მაგრამ მგონი მაინც უნდა გავაგზელო. ამას ცხოველებისთვის ვაკეთებ. სად წავიდა? მოიცადეთ, ამას შეხედეთ. ეს ვირთხა არ არის, მაგრამ აქ ქვემოთ კიდევ ერთ კონტეინერს ვხედავ. და შიგნით რადაც არის.
აქ პატარა ბაყატი გყავს ბიჭებო. ნახეთ რა საყვარელია. ეს საოცარია ბიჭებო. ეს პატარა პაკმენის ბაყაყია. ო, შეხედეთ მას. კანკალებს. ძალიან შეშინებულია. არაფერია მეგობარო, ჩვენ მოგხედავთ. ესე იგი უკვე ერთი ხვლიკი და ერთი ბაგარტი ვიპოვეთ და ჩვენ მხოლოდ ეხლა დავიწყეთ. ასე რომ ამ ბიჭს ისევ თავის კონტეინერში დავაბრუნებთ. ვიდეოს ბოლოს ყველა ამ ცხოველს ბევრად უკეთეს სახლს მივცემ. მაგრამ ეხლა უნდა გავაგრძელოთ რომ ნახოთ კიდევ არის თუ არა რამე. უამრავი ხუთის გადამოთმების შემდეგ კიდევ ერთი გავხსენი და აქამდე ყველაზე საშიში ცხოველი ვიპოვე. ო, რაღაცას ხედავ. ეს რა არის? ო, შეხედეთ. ო, არა, ეს დიდი ობობაა. ო, ეს საზიზღაზიზღრობაა. არ ვიცი, ეს შინაური ცხოველების მაღაზიამ გადააგდო თუ უბრალოდ თვითონ შეძვრა იქ. 5 ბოლომდე დახურული არ იყო, ასე რომ წარმოდგენა არ მაქვს. არ ვიცი, ტარანტულები ბუნებრივად გვხვდება თუ არა ფლორიდაში. თუ თქვენ იცით, კომენტარში დაწერეთ. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ის ნაგვის კონტეინერში იყო. როში იყო. ეც რომ გონი უნდა გადავაჩინოთ, მიუხედავად იმისა, რომ საზიზღარია. კარგი. ეხლა კი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან იქ მხოლოდ ვირთხები კი არა, ობობებიც არიან. მოდით ისევ შევიდეთ და ვნახოთ კიდევ რა ვიპოვით. ამის შემდეგ ყველაფერი უფრო საინტერესო გახდა და ცხოველები აქეთ-იქით მხვდებოდა. აქ კიდევ ერთი კონტეინერია და შინით რაღაცაა. მგონი კიბორჩხალაა. ხო, ნამდვილად კიბორჩხალაა. ვაუ, ნახეთ რა ლამაზია. იისფერი და ნარინჯისფერია. მგონი ეს ჰელოუინის კიბორჩხალაა. მეუჯერ დაგვიჭერია ისინი ადრე, მაგრამ ეს ნამდვილად პირველი შემთხვევაა, როცა ნაგვის კონტეინერში ვიპოვეთ. კარგი, მოდი ისევ კონტეინერში დაგაბრუნებ, სანამ დამიჭერ. ეს სიგიჟე იყო. ნახეთ, აქ წყლით სავსე პარკია. შიგნით რაღაცაა, მგონი კუა. არ არსებობს, ნახეთ ეს. ეს პატარა რბილბაკიანი კუა, ღმერთო, რა საყვარელია. და თან ძალიან კარს, საშინლად ცუდი სუნი აქვს. მიუხედავად იმისა, როგორიც ცუდი სუნიც აქვს, ის მაინც ცოცხალია და ეს ყველაზე მთავარია. ესენი ძალიან მაგრები არიან და უზარმაზრები იზრდებიან. მაგრამ ეხლა კონტეინერში ჩავდებს და ნაგვის კონტეინერის დათვალიერებას გავაგრძელებთ. ნახეთ, აქ კიდევ ერთი ყუთია. ეს ღიაა. შეიძლება შიგნით არაფერი იყოს. ერთადერთი გზა გავიგოთ, უნდა გავხსნათ. ეს რა ჯანდაბაა? ო, ეს გველია ხალხო. მაგრამ არ მოძრაობს. მგონი ცოცხალი არ არის. მე გველები არ მომწონს. მოიცა ერთი წუთით. მგონი ვიცი რა არის ეს. ეს უფეხო ხვლიკია, არა გველი. სხვა ხვლიკებისგან განსხვავებით ამათ ფეხები არ აქვთ, ამიტომ გველებს გვანან. როგორც ხედავთ, ის აქ მოძრაობს. ასე რომ ცოცხალია. ცხადია, ამ ნაგვის კონტეინერში ბევრი ცხოველი იყო მიტოვებული სასიკვდილოდ, თუმცა შეიძლება კიდევ იყვნენ. ამიტომ უნდა ვიჩქაროთ. ო, არა, კიდევ ერთი კონტეინერი გვაქვს ხალხო. ეს უბრალოდ სიგიჟეა. მგონი ესეც პატარა კუებია. ვაუ, მაგრამ არ ვიცი რა სახეობაა. ო, არა, ნეტავ ცოცხლები არიან. ხალხო, კუები ისედაც დიდად არ მოძრაობენ, ასე რომ არც კი ვიცი ესენი ცოცხლები არიან თუ არა. ალბათ უბრალოდ დავждები და დავიჭერმათ, რომ ნახო დაიწყებენ თუ არა მოძრაობას. ასე შევძლებთ გავიგოთ, ცოცხლები არიან თუ არა. რამდენიმე წუთი ველოდე, მაგრამ როცა მოძრაობის ნიშანი არ იყო, იმედი უკვე მეკარდებოდა. მაგრამ ბოლოს ნელ-ნელა დაიწყეს მოძრაობა, რაც ამტკიცებს, რომ ისინი ცოცხლები არიან. ეს პირდაპირ სასწაულია, ხალხო. არ ვიცი, რამდენ ხანს იყვნენ ისინი ნაგვის ურნაში, მაგრამ თავარი ისაა, რომ გადავარჩინეთ ისინი. ეხლა ჩვენს პატარა უცნობ კუებს კონტეინერში მოვათავსებთ და გავაგრძელებთ გზას. უფრო და უფრო ღრმად შევედი ნაგვის ურნაში და კიდევ ერთი ლეოპარდის გეკონი ვიპოვე. მაგრამ შემდეგ ყველაზე უცნაურ ცხოველს გადავაწყდი. ეს მართლა უცნაურია ხალხო. ეს ხუთი ძალიან მძიმეა, ნერვიულობ. ცოტა არ მინდა გავხსნა. მაგრამ უნდა ვნახოთ რა არის შიგნით. 3, 2, 1. კარგი, ხო, ეს გველია. ამჯერად ნამდვილია და საკმაოდ დიდია. მიუხედავად იმისა, რომ გველები არ მომწონს, უნდა გადავარჩინოთ ისინი. ეს ბოლი პითონია და რაც ვიცი, მეგობრულები არიან. ფცდი ავიყვანო და იმედი არ მიგბენს. ღმერთო ჩემო, ცივია. ეს ძალიან სამწუხაროა, მეგობრებო. თუ არ იცოდით, მიუხედავად იმისა, რომ ფლორიდაში ვართ, გარეთ ძალიან ცივა, ასე რომ ნამდვილი სასწაულია, რომ ეს ცხოველები ცოცხლები არიან. ეს ძალიან მაგარია, მეგობრებო. ნაგვის კონტეინერიდან ბოლი პითონი ამოვიყვანეთ და არც კი ჩანს ცუდად. არც გამხდარია, არც არაფერი, არც ქერცლები აკლია, ასე რომ არ ვიცი რატომ მოისროლეს. მართლა გაოცებული ვარ იმ ყველა ცხოველით, რომელიც ამ ნაგვის კონტეინერში ვიპოვეთ, მაგრამ თავარია, რომ ყველა გადავარჩინეთ და ვიდეოს შემდეგ ნაწილში მათ ბევრად უკეთეს სახლებს მივცემთ. ეხლა კი მივდივართ ვიდეოს ბოლო ნაგვის კონტეინერთან და ეს სპეციალურად ბოლოსთვის შევინახე, რადგან არ ვიცით რას ვიპოვით. ეს კონტეინერი მდებარეობს აზიური საკვების ბაზრის უკან, სადაც ცოცხალ ცხოველებს ყიდიან, მაგალითად ბაყაყებს, გველთევზებს, ლობსტერებს და კიდევ ბევრ სხვას. მოდით დავიწყოთ ძიება და ვნახოთ რას ვიპოვით. ძებნა დავიწყე და ნაგავში ქეკვის შემდეგ პირველი ცხოველი ვიპოვე. ო, ეს რა არის? მეგობრებო, აქ ჩანთა გვაქვს, რომელიც წყლითაა სავსე. ო, შიგნით რაღაც მოძრაობს. ეს რა არის? მგონი ესენი კრევეტები არიან, მეგობრებო. ეს უბრალოდ საოცარია.
ეხლა ხან მთელი ჩანთა კრევეტები ვიპოვეთ და ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ეს კრევეტებიც უზარმაზარია. ასეთი დიდი კრევეტები არასდროს მინახავს. ეს ძალიან მაგარია. როგორც ჩანს, აქ 4 კრევეტია. უკვე ვფიქრობდი, რომ ვერაფერს ვიპოვიდით, მაგრამ ეს ამტკიცებს, რომ ამ ნაგვის კონტეინერში ცხოველები არიან. მოდი ეს კრევეტები ვედოთ ვედროში და გავაგრძელოთ ძებნა. ვაგრძელებდი ნაგავში ძებნას, როცა უცებ რაღაც საოცარი ვიპოვე. ბიჭებო, ამ ყუთში რაღაცა მოძრაობის ხმა მესმის. ეს ცოტა შემაშინებელია, რადგან ბოლოს როცა ასე მოხდა, ვირთხა იყო, მაგრამ ვინ იცის? შეიძლება ცხოველია, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ასე რომ გავხსმით ამ პარკს და ვლოცულობ, რომ რამე საშიში არ იყოს. ვერაფერს ხედავ. მოიცადე, ამას შეხედე. გმერთო ჩემო, იქ ბაყაყია. ნახეთ რა საყვარელია, ბიჭებო. ეს არის დიდი ხარის ბაყაყი. ღმერთო ჩემო, რა უზარმაზარია. ნახეთ რა მსუქანია. ალბათ ეს ყველაზე დიდი ხარის ბაყაყია, რაც ოდესმე მინახავს. ეხლა ამ აზიურ საკვების ბაზრებზე საქმე ისაა, რომ ეს ცხოველები არ იყიდება შინაურ ცხოველებად. ისინი იყიდება იმისთვის, რომ ხალხმა შეჭამოს. ამ ბიჭმა არა მხოლოდ გადაუჭა შეჭმას, არამედ გადაუჭა ნაგვის ურნაში გადაგდებასაც. ასე რომ ეს ძალიან იღბლიანი ბაყაყია. მე ჩავამატე ის კონტეინერში და ამის შემდეგ ყველაფერი აჩქარდა. ცხოველები ყველგან ხვდებოდა. ვაუ, შეხედეთ ამას. ღმერთო ჩემო, ეხლა კრაბების პარკი ვიპოვეთ, ბიჭებო. ცოცხლები ხართ? ის პარკს ჩქმეთს. გაუშვი ეგ, გაუშვი. ეს სიგიჟეა. მგონი ეს ლურჯი კრაბია და ამ პარკში 2 გვყავს. შეხედეთ მის კლანჩებს, რა დიდია. ნამდვილად არ გინდათ რომ ამან ჩაგჭიროთ. მსმენია რომ ეს კრაბები ძალიან გემრიელია, მაგრამ არა, უბრალოდ ხუმრობ. არ ვაპირებ მათ ჭამას. სინამდვილეში ამ კრაბებისთვის მარილიანი წყლის აუზს მოვაწყობ. ისინი ძალიან მაგრები არიან და შინაურ ცხოველებად ყოლა ძალიან სახალისო იქნება. ღმერთო, ეს ნაგვის კონტეინერი საშინლად ბინძურია, ბიჭებო. აქ საშინელი სუნი დგას. თუ არ იცოდით, აზიური საკვების ბაზრები ცნობილია ძალიან საინტერესო საკვებით. და ეხლა პირდაპირ აქ ვძვრები, ასე რომ ეს სასიამოვნო არ არის, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ცხოველები გადავარჩინო. ასე რომ გავაგრძელოთ. ეს რა ჯანდაბაა? ბიჭებო, მგონი აქ უბრალოდ გველთევზების პარკი ვიპოვეთ. ეს რა საზიზგრობაა. ნახეთ, როგორი ბინძურია წყალი. ვინ იცის, რამდენი ხანია აქ არიან. რაც ვიცი ისაა, რომ ახლავე უნდა გამოვიყვანოთ ისინი. მგონი ესენი აზიური ჭაობის გველთევზები არიან და როგორც ჩანს, ხალხი მათ ჭამს. მე თვითონ მათი დაჭერაც არ მომწონს, ასე რომ ნამდვილად არ ვაპირებ მაგის გაკეთებას. მაგრამ ნახეთ, რა საზიზღარი და ლორწოვანია. ღმერთო ჩემო, ეს პირდაპირ მონსტრია, ბიჭებო. სულ 2 გვყავს. ესენი ძალიან რთულია დასაჭერად, ძალიან ლორწოვანია. ასე რომ უბრალოდ ამ ვედროში ჩავდებ. აი ესე, ეხლა უკვე გადარჩენილები ხართ. ღმერთო ჩემო, ხელები სულ საზიზღარი მაქვს. გავაგზელე ნაგვის კონტეინერში ძებნა და ცოტა ხნის განმავლობაში რომ ვერაფერი ვიპოვე, ეს მოხდა. არ არსებობს, ნახეთ ეს. მგონი კიდევ ბაყაყები ვიპოვეთ, ბიჭებო. შეხედეთ ამას. ამ პარკში კიდევ 2 ხარის ბაყაყია. ესენი უზარმაზრები არიან. ეს სიგიჟეა. დაამშვიდით, ბიჭებო, დაამშვიდით. მალე გამოგიყვანთ აქედან. ეხლა ჩვენ ვაგროვებთ ბაყაყების არმიას. სულ 3 გვყავს. ესენი პირდაპირ უზარმაზრები არიან. ძალიან მეწოდებიან, მაგრამ ამ ვიდეოს ბოლოს ბევრად უკეთეს სახლებს მივცემთ. ამ ბაყაყებს ჩემს ახალ ეზოს აუზში გადაუშვებ და ჩვევ და იქ გაატარებენ დარჩენილ ცხოვრებას. მათ სხვა ბაყაყთან ერთად ვედროში ჩავამატე და ამის შემდეგ სხვა ცხოველები აღარ მიპოვია. მაგრამ მერე ვიპოვე კუთი, სადაც ყველაზე უცნაური ცხოველები იყვნენ. შეხედეთ ამას. ამ პარკში 2 უზარმაზარი ლობსტერია. ეს ყველაზე უცნაური რამეა, რაც აქამდე გვიპოვია. ესენიც უზარმაზრები არიან. შეხედეთ მათ კლანჩებს, სულ 2 გვყავს. არ ვიცი, ცოცხლები არიან თუ არა, ამიტომ უნდა გამოვიყვანოთ ამ პარკებიდან. აი ერთი და აი მეორე. შეხედეთ ამას. ოდნავ ამოძრავებენ ფეხებს. ეს ძალიან უცნაურია. ღმერთო, უცხო პლანეტელებს გვანან. შეგიძლიათ ნახოთ, რომ მათ კლანჩებზე რეზინის ბანდები აქვთ, რომ ხალხი არ დაჭრან. ასე რომ ეხლა ამას მოვხსნით. ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ ამ ნაგვის კონტეინერებში ყველაფრის პოვნა შეიძლება. და მადლობელი ვარ, რომ ყველა ის ცხოველი გადავარჩინეთ ამ ვიდეოში. თევზებიდან დაწყებული, გველებით და ლობსტერებით დამთავრებული. ეხლა ჩემი მიზანია ყველას უკეთესი ცხოვრება მივცე. ასე რომ მათ ჩემს აუზებში და აკვარიუმებში დავამატებ, ასევე ჩემს ახალ ცხოველების ოთახშიც. რა გიჟური ვიდეო იყო, მეგობრებო. მადლობა ყურებისთვის და მადლობა Fishing Clash-ს სპონსორობისთვის. აუცილებლად ჩამოტვირთეთ და არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ შემდეგ ვიდეოს არ გამოტოვოთ. შემდეგ ვიდეოში გნახავთ. მშვიდობით.